კოლეგებო, მოგესალმებით. თხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს, 5 საკითხი გვაქვს დღეს განსახილველი. თქვენის ნებართვით მე დავიწყებ მესამე საკითხით, რომელიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სისწრაფი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარმოდგენილია მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. გისმენთ ბატონო ლევან? მადლობა ბატონო შოთა. დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. რაიმე ცვლილებები განხორციელდა თუ არა? მხოლოდ რედაქციულად გასწორდა კანონპროექტი. კარგით. კითხვები ხომ არ გაქვთ, კოლეგებო? გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ლევან. ეხლა გადავიდეთ პირველ საკითხზე. ნინო არ არის ხო? ნინო არ არის? ხო, კარგი, მაშინ მეორე საკითხზე გადავიდეთ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონპროექტები. აქაც კანონპროექტი მესამე მოსმენით არის წარმოდგენილი. მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. ქალბატონი მზია, თქო მოკლედ გითხარით თუ იყო რაიმე ცვლილებები მესამე მოსმენით. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები არ განხორციელებულა მეორესთან მიმართებაში. რაიმე კითხვა ხო არ გვაქვს? გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობთ. მადლობთ ქალბატონო მზია. ეხლა პირველ საკითხზე დავბრუნდეთ. ესე გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და გამომდინარე კანონპროექტები. აღნიშნული კანონპროექტიც მესამე მოსმენით არის წარმოდგენილი. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. ქალბატონი ნინო, გთხოვთ რომ მოგვახსენოთ. მოგესალმებით, მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებს, გამომდინარე კანონპროექტით ქონების შესახებ კანონში ცვლილებებით, როგორც მოგეხსენებათ, ყველა რედაქციული ხასიათის შენიშვნა მეორე მოსმენაზევე იქნა ასახული და თუ სხვა რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გვაქვს, გთხოვთ დაგვიჭიროთ ხარ. კარგით, მადლობთ. კითხვები არ არის. გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, გთხოვთ მეოთხე საკითხი თქვენ გამოიტანოთ. მოგესალმებით კოლეგებო. მესამე მოსმენით განვიხილავთ კანონპროექტს ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელია საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი შოთა ბერეკაშვილი. გთხოვთ ბატონი შოთა, არის თუ არა რამე ცვლილებები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მესამე მოსმენით განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, სხვა ცვლილებები არ განხორციელდება. ამ შემთხვევაში ხარდაჭერას. ამ შემთხვევაში ვაყენებ საკითხს კენჭის ხაზზე, ვინ არის მომხრე? მადლობა. და მეხუთე საკითხი ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტიც მესამე მოსმენით არის წარმოდგენილი. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი მაია ბითაძე. გთხოვთ ქალბატონო მაია, თუ რა ცვლილებები განხორციელდა რომ გითხრათ. მოგესალმებით, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის პირველმა მუხმა რედაქციული მცირე კორექტირებები განიცადა და თუ სხვა რაიმე შენიშვნები გაქვთ რედაქციული ხასიათის, მზადვარო გავიაროთ. შენიშვნები არ გვაქვს. გთხოვთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. მადლობთ ხარდაჭერისთვის. ამით დღევანდელი კომიტეტის ცნობა დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ.